გამარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენ ქუდის ქსოვას და დავხაზოთ, რომ უფრო გასაგები იყოს. ახლა ჩვენ წინა ვიდეოში რაც მოვგსოვეთ ეს, როგორც დავიწყეთ, ავაწყვეთ სქემა, მოვგსოვეთ ორი რიგი ჩვეულებრივად სქემის აწყობის შემდეგ და შემდეგ დავიწყეთ აი ამ თვლების გადატანა, ამ თვლების შიგნით შემოტანა შიგით ამ მხრიდან და ამ ორი თვალის აქეთ, ორი თვალის იქით გატარება, ხო? ესე იგი, გადატანა, მოდი აი ასე ავღნიშნოთ, რომ თვლები შიგნიდან შემოვიტანეთ იქი უკუღმა თვლები და ეს წაღმა თვლები გარედან გადავიტანეთ, ხო, გადავაჯვარედინეთ, ასე ვთქვათ. აქ ვგსოვთ თითო წაღმას, თითო უკუღმას, მაგრამ ორ რიგზე. წაღმა მეორე რიგზეც წაღმა იქსოვება, უკუღმა მეორე რიგზეც უკუღმა იქსოვება და შემდეგ იცვლება და გამოდის აი ასეთი სქემა. და გარეთ აი აქ ჩვეულებრივად სულ უკუღმა ვგსოვთ. ეს ვისაც გაინტერესებთ, წინა ვიდეოში ნახავთ. ახლა გადავაჯვარედინეთ, ანუ გადავიტანეთ თვლები, შემდეგი რიგი ჩვეულებრივად იქსოვება. შემდეგ რიგზე კიდე გადავიტანეთ, შემდეგი რიგი ჩვეულებრივად იქსოვება. ახლა ზევიდან ქვევით მოვყვები, მაგრამ მიხვდებით რა ამთან მიმდევრობას, ხო? შემდეგ ისევ გადავიტანეთ, შემდეგ ჩვეულებრივად, ну, რამდენიც დაგჭირდა, არ ვიცი, რამდენი თვალი დაგჭირდება, რამდენი რიგი დაგჭირდება უკაცრავად. ყოველ შემთხვევაში საერთოდ ვამბობ, აქ 9 თვალია და მე არ ვიცი თქვენ რამდენ თვალს დააყენებთ, ეს 9 თვალი 4 აქეთ შემოდის ამ უჯრაში თუ რავი რაც ქვია, 4 აქეთ გადადის და ერთი რჩება ბოლოს აი აქ. ერთი თვალი უკუღმა რჩება აი ამ სვეტებს შორის და შემდეგ გავაგრძელებთ რაც არის სქემა, რაც თქვენთვის საინტერესო იყო და მოწემული იყო. ახლა აი ეს არის ის ორი თვალი, რასაც წაღმა დავატარებთ. აქედანაც აი ასე, ეს ორი თვალი, რასაც წაღმა დავატარებთ და აქ იქსოვება ორი წაღმა, ორი უკუღმა, ორ რიგზე, ორი წაღმა არა, ბოდიში, თითო წაღმა, მაგრამ ორ რიგზე, წაღმა, წაღმა, უკუღმა, უკუღმა, წაღმა, წაღმა და ასე შემდეგ. შემდეგ ეს თუ იქნება, იცვლება მესამე რიგი თუ იქნება წაღმა და უკუღმა, ლოგიკურია, რომ შემოვა ისინი წაღმა იქნება და აი ასე. ახლა ვინმე შეიძლება იკითხოს, ამას რას ხაზავო, ხო? ასე აღინიშნება წაღმა და უკუღმა. საერთოდ, აი როგორ თქვა, ახლა ნახეთ. სადაც არ უნდა ნახო, ასე აღინიშნება უკუღმა თვალი, ასე იკითხება. და ეს არის წაღმა თვალი. ასე იკითხება, სქემები სადაც არ უნდა ნახო. ეს სქემები როგორ წავიკითხოთ, ბევრკან მაქვს ნათქვამი და კიდევ ამბობ, ჩემთან ვიდეოებში რო ჩაყვეთ, ბევრი ვიდეო დევს, როგორ წავიკითხოთ სქემები. ბევრი ვიდეო დევს. რო რას ნიშნავს სიმბოლოები და როგორ წავიკითხოთ. აი ახლა მე ეს დავხაზე, ეს, აი ეს. წაღმაზე წაღმა მეორე რიგიც, წაღმაზე წაღმა მეორე რიგიც, უკუღმაზე უკუღმა ბოდიში მეორე რიგიც, წაღმაზე ისევ წაღმა მეორე რიგიც და შემდეგ იცვლება. წაღმაზე უკუღმა, უკუღმაზე წაღმა, წაღმაზე უკუღმა და შემოვიდა წაღმა და შემოვიდა წაღმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა ამის გარედან იკითხავ რას ვაკეთებთ. აი ეს, რასაც ვაკეთებთ, ნახე? ეს ხო გარეთ არის. ეს შიგით რაც დავხაზე, ესენი სვეტებია, ხო? ახლა გარეთ არის სულ უკუღმა არის. ეს ხო ავიღეთ ჩვენ აქ 9 უკუღმა, ხო? სულ უკუღმა იქსოვება ესენი და როცა შედის ამ სვეტებს შიგნით უკვე აქ, აი აქ იცვლის სახეს, შემდეგ იმის მიხედვით როგორ დასჭირდება. აი ესენია გარედან სულ უკუღმა.
ახლა ეს რომ მოდის და ის რომ მოდის და ეს რომ მოდის, ბოლოს უნდა დარჩეს აი ასეთნაირად. ერთი უკუღმა და ამ ერთ უკუღმას მოგსოვ შემდეგ სამ რიგზე, ანუ ხო მოვგსოვეთ ჩვენ და გადავიტანეთ რამდენიც გვჭირდებოდა. შემდეგ ყოველი გადატანის შემდეგ ხო ვთქვით, რომ ერთი რიგი ჩვეულებრივ იქსოვება და არ იცვლება არაფერი და ასე ხო მოგსოვ ერთი თვალი რო დაგრჩა, შემდეგი რიგი ჩვეულებრივ რო გადაგსოვე, კიდე ორი რიგი მოგსოვე. არ შეცვალო, ესენი აღარსა და არ წაიღო და არ წამოიღო, ნახე, ეს უკვე სიმაღლეშია, ნახე მოგსოვილი აქ. კიდე მოვგსოვე ორი რიგი მე ჩვეულებრივ ეს როგორც არის ასე, მაგრამ აქ იცვლის სახეს ჩვეულებრივ, როგორც მოითხოვს, ხო მოგსოვე წაღმა ორი, გადაიტანე უკუღმა მოგსოვე, უკუღმა რო იყო ორი მოგსოვილი, ორჯერ ორი რიგი გადაიტანე წაღმა მოგსოვე და ერთი სვეტი გამოგივა კიდე წაღმები ორ რიგზე, უკუღმები ორ რიგზე, ერთი სიტყვით. და ახლა ვართ იქ, რომ უკვე ეს უნდა წავიდეს აქეთ, ეს აქეთ და აქ ისევ უნდა შეცოტავდეს ეს თვლები და გამოვიდეს ისევ აქ, როგორც აქ არის. აი როგორც დავიწყეთ დავიდან, ისევ ეს სახე უნდა მივიღოთ და ეს როგორ გავაკეთოთ ახლა ეს ვნახოთ. მოდი აქ ამ სანიშნს დავტოვებ, რომ ეს არც ჩანს და თან შორს დარჩა, უკვე აღარაფერს გვეუბნება აქ, ხო? აი ასე, და ვიწყებთ შემდეგ რიგს თავიდან, ესე იგი გასაგებად ვთქვი, ხო? დაგვრჩა ერთი თვალი წინა ვიდეოდან რაც ვიცით, რომ მოვედით აქ, ერთი რიგი მოიქსოვა ჩვეულებრივ, შემდეგ კიდე მოგსოვე ორი რიგი და ეს თვლებიც იმის მიხედვით შეცვალე, როგორც ვგსოვდით წაღმა უკუღმები, რომ ზუსტად ის სახე და ფორმა უნდა იყოს, არა გერიოს, თითო არ მოგივიდეს უკუღმა და წაღმა, ან კიდევ ორი ერთად არ მოხვდეს წაღმა წაღმასთან, უკუღმა უკუღმასთან. აი როგორც აქ ვთქვი, აი ასე უნდა მოგსოვო. და ვაგრძელებთ ახლა. აქ ნახე ახლა ორი რიგი მაქვს მოგსოვილი ეს წაღმა თვალი და შევცვლი ახლა. თუ ეს ორი უკუღმა მაქვს მოგსოვილი, შევცვლი წაღმას მოვგსოვ. და ასე შემდეგ. ხო, ახლა ნახეთ, ჩვენ თქვით ეს ორი წაღმა თვალის სვეტს რომ ვგსოვთ გარედან, ეს უნდა ისევ დავაბრუნოთ თავის ადგილას და როგორ. ნახე. ეს ხო წამოვიდა აქედან და გამოვიდა აქ. ახლა ერთი უკუღმა დამრჩა და შემოვაბრუნებ. მანამდე ეს ორი წაღმა თვალი აქედან რო წამოვიყვანე და თუ მომყავდა შიგით გადამქონდა ის უკუღმა თვლები, მოვიყვანე იქამდე ეს აქედან რო აქ ერთი უკუღმა თვალი დამრჩა. ახლა ვიწყებ პირიქით. ამას შევაბრუნებ და იქით წავიყვან, ამიტომ იმ უკუღმა თვლებს გარე შიგნიდან გამოვიტან აქეთ. აი ამიტომ გადავიტანე ახლა ის თვალი იქიდან. ეს ისევ წაღმა იქსოვება, ეს ორი თვალი. გარედან დავატარებთ ამ სვეტს ორი წაღმა თვალი. ახლა ეს თვლები მე რო შიგით შემქონდა აქედან. აქ როგორც მოითხოვდა, ისევ ვგსოვდი. იმიტომ რომ მე ამ სქემას ვგსოვ აქ, ამ სქემას. მაგრამ ახლა გარეთ გამომაქვს და აქ სულ უკუღმა იყო და აქაც ჩვეულებრივად სულ უკუღმა უნდა დავტოვო. ამიტომ უკუღმა მოვგსოვ. ეს თავისთავად გარეთ იყო და უკუღმა. ახლა ნახე, ეს თუ აქეთ შევაბრუნე, ერთად რომ მოვიდნენ, ახლა შევაბრუნე, ესაც უნდა შევაბრუნო იქით და ამიტომ ერთ თვალს შიგით ამ მხრიდან
გამოვიტან გარეთ. გარეთ გამოტანილი თვალი აუცილებლად უკუღმა უნდა მოიქსოვოს და გახდა ერთი ხო დამრჩა ბოლოს. ახლა თუ ესენი იქით-აქით წავიდნენ, აქ გახდა 3 უკუღმა თვალი. აი ეს ფორმა და სახე უნდა მივიღო მე და რაოდენობა აქ ზევითაც თავის დროზე. ახლა გავაგრძელებ ქსოვას. აქ ნახე, აქ მე სქემას ვქსოვ. აქ როგორც მოითხოვს, ისე მოვქსოვ. 2 რიგი მაქვს, ეს წაღმა თვალი მოქსოვილი და შევცვლი. ამასაც შევცვლი 1 წაღმა, 1 უკუღმა, ოღონდ შევცვლი. ერთი თვალი დამრჩება. აი ამ სვეტის წინ და ამ სვეტს ახლა გარედან გადმოვიტან. იმ თვალს შიგიდან გავიტან და აუცილებლად უკუღმა მოვქსოვ. რადგან ამ სვეტებს გარეთ, ამ რა ქვია, კუბიკის გარეთ იქსოვება სულ უკუღმა. ეს თავისთავად აქეთ წავა. შენი გზით წადიო, მე ჩემი გზით წავალო. აი ასე გამოვიდა ახლა ესენი, ხო? აი ასე. აქ დააკვირდები. წაღმა თვალია, 2 რიგი მომიქსოვია, შევცვლი. ლოგიკურია, შემდეგი ასე იქნება, შემდეგი ასე იქნება, შემდეგი ასე იქნება. სანამ არავარ ზემოთ სადამდეც მივდივარ და ვქსოვ მე, ეს ასე უნდა მოვქსოვო. აი ასე. ერთი თვალი დამრჩა და ამ სვეტს შემოვატრიალებ. აი ასე და აქეთ წამოვიყვან ახლა. ჩემი ნება საით რას მივაბრუნებ, ხო? ეს აუცილებლად უკუღმა იქნება, უკვე გარეთ გამოვიდა ეს უკუღმა. ახლა ეს სვეტი აქეთ მიდის, იქიდან წამოვიღებ ამ თვალს. აი ასე. და ეს თავისთავად უკუღმა იქნება. უკვე აქ 3 თვალი გაჩნდა უკუღმა. და ამ სვეტებმა უკვე იცვალეს გზა, თავიანთი მიმართულება. ნახე, ის იქით წავიდა, ეს აქეთ წავიდა. ასე მოგსოვ ყველას. ამ რიგზე. მოვქსოვეთ 1 რიგი. ისე რომ ეს სვეტები შევატრიალეთ ჩვენ საწინააღმდეგო მიმართულებით. თავისთავად უკვე იქიდან აქეთ წამოვა, აქედან იქით და ასე შემდეგ. ახლა 1 რიგს ვქსოვთ ჩვეულებრივი, როგორც არის უკუღმა, უკუღმა, წაღმა, წაღმა. რა თქმა უნდა, სვეტებს შიგით, სქემას რასაც ვქსოვთ. 1 რიგს ვქსოვთ ჩვეულებრივად, არაფერს არ ვცვლით. ეს გარეთათვლები, რაც გროვდება უკვე და გარეთ გამოდის, ყველა უკუღმა მოიქსოვება როგორც ეს. როგორც აი აქ, როცა ეს სვეტები გარეთ მიდიოდნენ და ასე ვქსოვდით, ისე ვქსოვთ ახლაც. 1 რიგი ჩვეულებრივად იქსოვება, არ იცვლება არაფერი. შემდეგი რიგი. თავისუფალი რიგი მოვქსოვეთ 1 და ახლა შემდეგ რიგზე ვცვლით წაღმას უკუღმა, უკუღმას წაღმა და ეს სვეტი კიდევ 1 თვალით გადმოგვაქვს აქეთ. ესენი აუცილებლად წაღმა იქსოვება, გარეთ გამოტანილი თვლები აუცილებლად ყველა უკუღმა იქსოვება. არ შეგეშალოთ, საით მიგაქვს სვეტი, ახლა ასე მივდივართ. ახლა ეს აქეთ მოდის, ამიტომ ეს თვალი უნდა გადავიტანოთ იქით. აი ასე და ეს აქ გარეთ აუცილებლად უკუღმა მოიქსოვება. ეს წაღმა იქსოვება, რა თქმა უნდა, აქ იცვლება ახლა.
ეს თვალი ორ რიგზე წაღმა როა მოქსოვილი უკუღმა მოქსოვ. ეს სქემა არ უნდა შეგეშალოს. ბოლომდე ისე მოქსოვე ერთი თვალიც რო დაგრჩეს, როგორც მოითხოვს. აქ უკვე მოგროვდა, ნახე 1 2 3 4 5 თვალი უკვე გარეთ ამდენია და არის სულ უკუღმა. ვიმეორებთ, აი იგივე ეს ფორმა უნდა მივიღოთ. დამრჩა ერთი თვალი, გადმომაქვს, აი სვეტის წინ ვამბობ, დამრჩა ერთი თვალი და შიგიდან გადავიტან იმ თვალს. ეს სვეტი თავისთავად გარედან გამოდის, ეს არ უნდა გადაკვეთოს რამე მაქეთ. ეს ნაქსოვზე გარედან გადაგვაქვს. ეს გადმოტანილი თვლები გარეთ ყველა უკუღმა იქსოვება. ახლა აქედან შიგიდან გამოვიტან ერთ თვალს და აუცილებლად უკუღმა მოვხსოვ. ესენი წაღმა იქსოვება. გადმოხვედი აქეთ, აქ სქემა როგორც მოგთხოვს. ორი წაღმა რიგზე, ხო, უკვე ეს თვალი უკუღმა მოგხსოვ. ეს უკუღმა წაღმა. ასე მოგხსოვ ახლა ამ რიგს. შემდეგი რიგი. შემდეგი რიგი ჩვეულებრივად იქსოვება, არ ვცვლით არაფერს. როგორც არის თვლები, ისე იქსოვება. შემდეგი რიგი. ახლა ვცვლით წაღმას უკუღმა და გადაგვაქვს ერთი თვალიც ამ რიგზე, ხო? თუ აქეთ მოგვაქვს ეს სვეტი, შიგნით მხრიდან გადაგვაქვს ერთი თვალი, ეს წაღმა იქსოვება, გარეთ გამოტანილი თვალი აუცილებლად უკუღმა იქსოვება ყველა თვალი. აქედან ეს სვეტი იქით მიდის, ამიტომ იქიდან გამოგვაქვს ერთი თვალი, ასე და აქ აუცილებლად უკუღმა იქსოვება. ეს ორი წაღმა თვალი აუცილებლად, აი აქ სვეტში შიგით რაც იქსოვება, როგორც ვქსოვთ სქემას ორ რიგზე წაღმა, ორ რიგზე უკუღმა, ამ რიგზე როცა თვლები გადაგვაქვს და გადმოგვაქვს, ესაც იცვლის სახეს. წაღმა, უკუღმა, უკუღმა, წაღმა. რადგან ორ რიგს ვქსოვთ მხოლოდ თითო თვალს, თითო რა ქვია, წაღმათი ან უკუღმათი. ახლა დამრჩა ერთი თვალი, ეს სვეტი აქეთ მოდის, ამიტომ აქედან გავიტან გარეთ. ეს თვლები წაღმა იქსოვება, ეს გამოვიდა გარეთ და აუცილებლად უკუღმა იქსოვება ყველა თვალი. აქედან გარეთ უნდა გამოვიტანო იქითი მხრიდან, აი ასე. და მოვხსოვო უკუღმა, რადგან აი გარეთ გროვდება ეს თვლები. ეს წაღმა, აქ კი როგორც მოითხოვს, ვცვლით წაღმას უკუღმა, უკუღმას წაღმა, წაღმას უკუღმა, უკუღმას წაღმა. დამრჩა ერთი თვალი, ეს სვეტი აქეთ მოდის შიგით მხარეს, ამიტომ ასე გავიტან აქეთ. მოვხსოვ წაღმა. ახლა სულ გარეთ გადავალაგეთ, ნახევარი იქით, ნახევარი აქეთ, აი აქ უკვე დამრჩა 1 2 3 თვალი. აი შებრუნდა, შემობრუნდა, ახლა ეს სახე მიიღო. ასე მოგხსოვ ამ რიგს მთლიანად. მოვხსოვეთ ეს რიგი და თითო თვალი კიდე გადავიტანეთ და გადმოვიტანეთ. შემდეგი რიგი იქსოვება, როგორც გვაქვს თვლები, არაფერს არ ვცვლით
და არც თვლებს არ ვცვლით წაღმა წაღმაზე იქსოება უკუღმა უკუღმაზე არც გადაგვაქვს ერთი რიგი იქსოება თავისუფლად როგორც არის შემდეგი რიგი ახლა ნახეთ ეს სვეტები ერთმანეთთან რომ მივიდა დაგვრჩა 3 თვალი 1 2 3 თითო თვალს გავიტანთ და ერთი თვალი აქ დარჩება ეს სვეტი მოვიდა ერთი თვალი მაქვს წინ და გადმომაქვს ეს წაღმა იქსოვება გარეთ გასული თვალი აუცილებლად უკუღმა იქსოვება ყველა თვალი ახლა აქედან გარეთ უნდა გამოვიტანოთ ერთი თვალი აუცილებლად უკანა მხრიდან აი ასე აუცილებლად უკუღმა უნდა მოვგზავნოთ ეს უკუღმა იქსოვება ესე იგი ეს სქემა ბოლომდე ასე უნდა მიიყვანო არ უნდა შეგეშალოს არ უნდა აურიო რახან ერთი თვალი დარჩა ეს იმას არ ნიშნავს როგორც გინდა ისე მოგგზავნოს სქემა როგორც მოითხოვს ხო გსოვდით ორ რიგზე ერთი და იგივეს ახლა ორი რიგი წაღმა მოგგზავნილ და ვცვლით ვგზავნთ უკუღმა ერთი თვალი დაგვრჩა და ამ ერთ თვალს ახლა შიგიდან გარეთ გადავიტან აი ასე აი ეს არის ახლა ის რიგი ნახეთ 2 4 6 8 9 თვალი აი ზუსტად როგორც 4 თვალი იქით გადავიდა წეღან 4 თვალი აქეთ გადავიდა და ერთი დარჩა აქ ხო იყო 9 თვალი თავიდან ახლა ის თვლები დაბრუნდა თავის ადგილას გამოვიდნენ ისევ გარეთ აქედანაც და ისევ გახდა 9 თვალი აი უნდა მივიღოთ ეს ფორმა და გარეთ ვიცით რომ ეს თვლები ყველა იქსოვება უკუღმა ახლა ეს სვეტია ერთი თვალი შიგით ამ მხრიდან უნდა გადმოვაცილოთ და გამოვიტანოთ გარეთ აუცილებლად უკუღმა მოვგზავნოთ რადგან აქ ყველა უკუღმა ეს წაღმა თვალები იქსოვება სვეტია აი ახლა აქ ორი წაღმა როა ვცვლით უკვე ამ რიგით და ვგზავნთ უკუღმა თვალს ეს ერთი თვალი დაგვრჩა აქედან უკვე სვეტი მოდის გადავიტანოთ შიგით ამ მხრიდან და გავიტანოთ გარეთ ესენი წაღმა აქ ყველა უკუღმა ასე მოგგზავ ახლა ამ რიგს მოვგზავნეთ ეს სქემა და ახლა ერთ რიგს მოვგზავნთ ჩვეულებრივად როგორც ყოველთვის შემდეგი რიგი იქსოვება როგორც არის ხო თავისუფალი ერთი რიგი გადავიტანეთ თვლები გადმოვიტანეთ როგორც საჭირო იყო და ერთი თვალი იქსოვება თავისუფლად როგორც არის თვლები ისე ამ რიგზე ახლა გვაქვს ჩვენ 9 უკუღმა თვალი აი ეს 9 უკუღმა თვალი მოგროვდა ისევ ერთად როგორც დავიწყეთ თავიდან აქ გვაქვს 2 წაღმა 1 უკუღმა 2 წაღმა ის 5 თვალი რაც აქ იყო თავიდან ახლა გვაქვს 2 წაღმა 1 უკუღმა 2 წაღმა და 9 უკუღმა თვალი ახლა ამ რიგს ჩვეულებრივად მოვგზავნთ თავისუფალ რიგს რო ვეძახით ახლა ნახეთ რას ვაკეთებთ ჩვენ მოვგზავნეთ თავისუფალი რიგიც ჩვეულებრივ და
როგორც თქვით, გვაქვს 9 უკუღმა თვალი, 2 წაღმა, 1 უკუღმა, 2 წაღმა. ეს ხოა დასაწყისი და დასასრული. ის შუა თვალი მე აგერ იქით დავტოვე, შიგეთ ამ მხრიდან უკანა მხარეს. ახლა ნახე პირველი 2 წაღმა ესვე ტირო მოდის, ბოლო 2 წაღმა ესვე ტირო მოდის და ნახეთ ახლა. სანამ ამ თვლებს დავაბრუნებ რომ მოვგსოვო, ეს თვალი არ უნდა დამავიწყდეს, რომ შუაში უნდა იყოს. გახსოვთ დასაწყისიდან წინა ვიდეოში ვნახეთ, როგორ დავიწყეთ ამ ქუდის ქსოვა და აქ რა გავაკეთეთ. შუაში ჩავსვა მისევ იმ თვალს, დავაბრუნებ ამ 2 თვალს, ბოლოდან რო წამოვიღე ეს სვეტი, ეს და მოვგსოვ 5 თვალს წაღმა. აი ასე, ეს იყო თუ არა აქ, იგივეს ვაკეთებთ, ხო? შემდეგ არ მკითხოთ რას აკეთებთო, ნახე წინა ვიდეოში ნახეთ, ვისაც დაგაინტერესებთ, ამ ქუდის დასაწყისი წინა ვიდეო არის და იქ ნახეთ. როგორ დავიწყეთ, რა გავაკეთეთ და საიდან მოდის ახლა ეს 5 წაღმა თვალი და რატომ 5 წაღმა თვალი. ეს 9 უკუღმა თვალი მოვგსოვე. დავბრუნდით იგივე რაოდენობაში და იგივე მდგომარეობაში რაც იყო. ახლა ნახე, როგორც უფრო ადვილია რომ გადაიტანოთ და გადმოიტანოთ. ამ სვეტის 2 თვალი გადამაქვს. შუა თვალი, რომელიც ბოლოს აი ამ სქემის ქსოვის შემდეგ უკუღმა იყო. თავიდან ხო იყო 5 წაღმა, ისევ 5 წაღმა უნდა დავტოვოთ აქ ჩვენ. ამ თვალს გადავაგდებ და იქით დავტოვებ, რადგან იქიდან უნდა ამოვიდეს. ასე ვთქვათ. ნახე? ეს სვეტი და ეს სვეტი, ის თვალი იქით წავიდა. ეს გარედან უნდა წამოვიდეს, ამიტომ აი გარედან გამომაქვს, ნახე. დააჭერა აქ თითს, რომ არ გაგექცეს და გამოიტანა აქეთ. აი ასე. სანამ ახლა ხო გადააჯვარედინე, ხო გამოიტანე, ეს აქ გარედან გადავიდა. სანამ ამ თვლებს დააბრუნებ მოსაქსოვად, ეს თვალი დააბრუნე ჯერ, რადგან ეს შუაშია. აი აქ ამოიტანე. შემდეგ დააბრუნე 2 თვალი და ახლა თანმიმდევრობით მოგხსოვე ყველა წაღმა. 2, 3, 4, 5 წაღმა თვალი. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 უკუღმა თვალი. შემდეგ ამ 2 თვალს გამოვიტან, ამ თვალს გადავაგდები, იქით დავტოვებ. თუნდაც აი ასე წავიღებ ახლა და ამ 2 თვალს გარედან, აი ეს უნდა გამოვიტანო გარედან. ამიტომ ახლა ნახე,
აი ეს თითი მიაჭირი ამ ჭხირს და ეს თვლები ისე რომ ეს თვლები აქ დაიმაგრო და არსად არ წავა ესენი და გადმოიტან სანამ დააბრუნებ ახლა რომ მოგსოვო ეს თვალი აქ არ დაგრჩეს ეს დააბრუნე თავის ადგილას რომ შუაში იყოს აი აქ ამოიტანე შემდეგ ეს თვლები დააბრუნე და მოგსოვე წაღმა ასე და 5 წაღმა, ხო 5 წაღმა, 2, 4, 5. ისე რომ ეს ხაზი გარედან უნდა მოხვდე. 9 უკუღმა თვალი. არც მეტი, არც ნაკლები, როგორც აქ ავაწყვეთ სქემა და დავიწყეთ, აი ზუსტად ეს უნდა დასვა ბოლოს. ისე უნდა დაამთავრო აი ეს სქემა აქ რასაც გსო. ახლა ნახე. ამ ორ თვალს გადმოვიტან, ამ შუა თვალს უკან გადავაგდებ. უკაცრავად. აი ესენი აქედან უნდა გამოვიტანო. თუნდა აი ასე ნახე, თუნდაც აი ასე. ეს თითი მიაჭირი აქ და ეს თვლები აქ დაამაგრე ჭხირზე და არსად არ წავა და გამოიტან. ახლა ხო გადმოიტანე. არ დააბრუნო, სანამ ამ თვალს არ ამოიტანეს, არ დაგავიწყდეს აქ. თან შუაში აი აქ თავის ადგილას უნდა დააბრუნო. ახლა ესენი დავაბრუნოთ, რომ მოვგსოვოთ ყველა თვალი. 1 2 3 4 5 და 9 უკუღმა თვალი. შენ არ გექნება ახლა 5 რა ქვია ეს ასეთი ახლა მე რასაც გსოვ არის 5 სქემა მთლიანობაში და მე გსოვ ნიმუშს. შენ გექნება ბევრი ეს სქემები. მოგსოვ აი ასე ჩვეულებრივ როგორც ახლა ვგსოვ, რამდენიც არ უნდა გქონდეს, ხო? აი ასე თითით მიამაგრე ჭხირზე ის თვლები და არ ჩაგეცვირდება. ახლა ჯერ ეს ამოიტანე. აი ეს. ახლა ესენი დააბრუნე. ახლა წაღმა მოვგსოვოთ ეს 5 თვალი. ეს 2 თვალი გარედან რომ მოხვდეს. ისეთნაირად და 9 უკუღმა თვალი. შეხედე სად მოვედით ახლა. სულ თავიდან წინა ვიდეოში რო დავიწყეთ აქ. აი აქ იყო დასაწყისი და დასასრული. აი ზუსტად აქ მოვედით ახლა. აი აქ არის დასაწყისი და დასასრული რიგის. ახლა ეს რიგი აუცილებლად ჩვეულებრივად მოიგსოვება ერთი რიგი, რომ აი ეს თვლები რო გადაგაქვს და გადმოგაქვს კაჩავს ხო ეზიდება ერთმანეთს, ამიტომ ერთი რიგი იმიტომ იქსოვება შუა და შუა თავისუფლად, რომ დაჯდეს თავის ადგილას ის თვლები და არ იყოს
დაძაბული ასე და არ ჭიმავდეს ნაქსოვს და არ იყოს უშნოდ მერე უშნო შესახედი რომ ის იქ საიდანღაც ეზიდება ის რაღაცა სადღაც ეზიდება და დაჭიმულია და ცუდი ნაქსოვი არ გამოგივიდეს და ცუდი სახე არ მიიღოს ნაქსოვმა. აი ნახე, მოჯდა ახლა ყველაფერი თავის ადგილას და გვაქვს 9 უკუღმა თვალი, 5 წაღმა თვალი. დამთავრდა ზუსტად ისე, როგორც დაიწყო და მიიღო ის ფორმა, რაც გინდოდათ თქვენ. აქ ეს რა ქვია, სქემა, გარედან სულ აი უკუღმა აქაც და აქაც. ზუსტად ეს არის ის, რასაც თქვენ კითხულობდით. და კიდევ ვისაც დაინტერესებს და გამოიყენებს რა ვიცი. ახლა ეს რიგი მთლიანად აი ასე მოვგსოვთ. ჩვეულებრივად 9 უკუღმა თვალი, 5 წაღმა თვალი. რომ ნაქსოვი დალაგდეს. წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ.